დღეს გავიღვიძე, თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. Ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი ვარ, როცა ყველაფერს კარგად უგრძნობ, ტანში გონებრივად, მაგრამ გარეთ გავიხედე და მზე არ ანათებს. მე დავფიქრდი, მიშა, მეთქი მზე რატომ აღარ გინათებს შენ გზას? და მერე გამახსენდა, რომ წინა ვიდეოში მამაოს ბიჭო თი მივმართე და მაგ დროს შემრცხვა, რომ მიშა, ეს არ უნდა გაგიკეთებინა. ამის გამო შენ მზე აღარ გაგინათებს გზას. განამართლა. არა, მეგობრებო. ცოცხალი ვარ, მზე ისევ ანათებს. ყველაფერი ისევ კარგად მიდის. ისევ მყავხართ თქვენ გამომწერები, რომლებსაც გაფასებთ და რომლის გამოც წერ და ვაგრძელებ ამ ვიდეოების ჩაწერას და ვის გამოც ვატრაკებ და იცოდეთ, რომ თქვენ გამო გავატრაკებ მთელი ცხოვრება. დიდი მადლობა ყველას და მოგესალმებით ჩემ გადაცემაში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე. და დღეს რეალურად, საქართველოში მართლა არაფერი მომხდარა ბოლო 2 დღის მანძილზე, ისეთი მნიშვნელოვანი, რაზეც შემიძლია განვავრცო და დავაკომენტარო, ასე რომ მოდი მე მინდა ვისაუბროთ ზოგადად აი ბოლო ვიდეოს მოვლენაზე, კომენტარებზე, ზოგადად ახალგაზრდა კაცების ფსიქოლოგიაზე და წავიკითხოთ თან დონაციები. რეალურად რა მოხდა ახლა? მამაომ თქვა რაღაც სისულელე აბსოლუტური, მე შევეწინა აღმდეგე, მამაოს დაუძახე ბიჭო, მამაოს უთხარი შენ და ერთი ასმა კაცმა დედაჩემს აგინა. დიდი მადლობა მეგობრებო, აი ჩემთვის რეალურად ეს არის საქართველო და მართლა ამიტომ მიყვარს საქართველო, რა რომ იგივე ხალხმა აგინა დედაჩემს, ქალს რომელიც რეალურად არაფერ შუაშია, ხო? დედაჩემს აგინებთ იმის გამო რომ რაღაც არ მოგეწონათ. აი ეს არის ჩემთვის საქართველო. განა ფარნავაზი, განა შოთა რუსთაველი, განა დავით აღმაშენებელი, განა ერეკლე მეორე, განა თამარ მეფე. არა, აი ჩემთვის საქართველო არის, რომ თქვენ წინა ვიდეოზე რაც მოგეწონათ, მიწერთ რომ მიშა გენიოსი ხარ, მიშა მიყვარ ხარ, მიშა მიდი მიაწექი და მე მეორე ვიდეო არ მოგეწონოთ და დამიწეროთ რომ მიშა დედაშენს სიკვდილს ვუსურვებ. აი ეს არის ჩემთვის საქართველო. აი ეს მიყვარს გულით. ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა განა. კაი, გადავიდეთ, მოდი ახალგაზრდა კაცებზე რა, რეალურად, იმიტომ რომ და რატომ გადავწყვიტე ზოგადად ახალგაზრდა კაცებისთვის ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ მეც ვიყავი ახალგაზრდა კაცი, მეც ბევრი რამე მიცდია ცხოვრებაში, მეც ბევრი არაფერი გამომსვლია, რეალურად რომ გითხრათ. არა, უბრალოდ ბევრი რამე გამომსვლია, მაგრამ ისე რომ კარიერად გადამექცია და მთელი ცხოვრება მივყოლოდი არა. და ზოგადად ეგეთი ხალხი მწერს ხოლმე და წინაზე, როდესაც ერთი 100 გინების კომენტარს ვშლიდი, რომ აი ესე ვათვალიერებდი, რომ მიშა შენი ესა, მიშა შენი ისა, მე უბრალოდ წკუპ წაშლა დაბლოკვა და ამ დროს მომწერა ერთმა ადამიანმა კეთილი ბიჭი ხარ, ჩემი პატივისცემა შენ, მიშა ექიმმა გადამატანინა ძალიან რთული პერიოდი. და შემდეგ ამიხსნა ადამიანმა, რომ მოკლედ ავარიაში მოყვა, ჩაწოლილი იყო, ეტლში იჯდა და ასე შემდეგ და ჩემ ვიდეოებს უყურებდა, რომ გადაეტანა ზოგადად ეს მდგომარეობა. და აი ამ მესიჯმა როგორ გადაფარა, იცით, ის 50 და 100 გინება, აი აბსოლუტურად ყველაფერი გადაფარა, რომ ეს ადამიანები, ვინც გაგინებენ და ზოგადად, ეს ყველაფერი YouTuber-ობაზე და TikToker-ობაზე არ არის, მეგობრებო, თქვენ თუ ეხა ფიქრობთ, რომ მე რაღაც YouTuber-ობაზე და TikToker-ობაზე ვსაუბრობ კონკრეტულად, მაშინ გათიშეთ ვიდეო, წადით აქედან,
გაწექით ტრასაზე რომ გადაგიეროთ მანქანა, მაგრამ ეს არის ცხოვრებაზე რეალურად და ცხოვრებაში არ დანებებაზე, რომ 100 ნეგატიურ კომენტარს უნდა ამჯობინოთ ერთი პოზიტიური და ერთი პოზიტიური შემომივიდა ის ზუსტად მაგ დროს. რომ ადამიანმა მომწერა რომ რეალურად ფეხები მოკვეთილი ქონდა, არც იცოდა მართლა გამოჯამრთელდებოდა თუ არა, მე ვისაუბრეთ, არც იცოდა მართლა გამოჯამრთელდებოდა თუ არა და ჩემ ვიდეოებს უყურებდა და ჩემ ვიდეოებით გადაობდა და ჩემ ვიდეოებით ერთობოდა. და ეხა თქვენ გგონიათ რომ მე 50 კაცის გინება გამაჩერებს? რეალურად როგორ უნდა გააჩეროთ ადამიანი, რომელიც არასდროს ჩერდება? როგორ უნდა გააჩეროთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იმედგაცრუებებს განიცდიდა, 9-ჯერ დაეცა, იფიქრა რომ მე 10-ჯერ უეჭველი გამომივაო, მე 10-ჯერაც დაეცა და თქვენ გახედეთ და ისევ დგას ფეხზე და ისევ აგრძელებს თავის საქმიანობას და ისევ აკეთებს რაც უნდა. და ადამიანს ემუქრებიან სიკვდილით, ადამიანს ემუქრებიან სახლში შევარდნით, ადამიანს ემუქრებიან, რა ვიცი, დაჭერით, დედის ტყვნით, ყველაფრით. და მაინც არ ჩერდება ეს ადამიანი. როგორ უნდა გააჩეროთ ეგეთი ადამიანი? და თქვენ გონიათ რომ მე გამაჩერებთ ვინმე? ვინ უნდა გამაჩეროს? და რითი უნდა გამაჩეროთ? რითი უნდა გამაჩეროთ? თქვენი დაწერით რომ მიშა შენი დედა მოვტყან, მაგითი უნდა გამაჩეროთ? თქვენი დედა მოვტყან მართლა ბიჭო, ვინ გგონიათ თქვენ თავები? ვის გააჩერებთ? მე გამაჩერებთ? მე გამაჩერებთ? თქვენ დარჩებით ეგეთებად, მთელი თქვენი ცხოვრება. მე გავბედავ ყველაფერს, მე გადავლახავ ყველა სიძნელეს და თქვენ დარჩებით მაგ ადგილას. თქვენ როგორც 1 წლის წინ მაგინებდით, ისე მაგინებთ დღესაც და ისე შემაგინებთ 3 წლის მერეც. როცა მე წინ და წინ წავალ. კი ხალხი შემაგინებს. კი ხალხი მისურვებს სიკვდილს. მერე ყოველი დღე თენდება, ყოველ დღე, ბიჭო, ღმერთი გვითენებს ამ დილას. ყოველ დღე მზე ამოდის. მერე ვინ უნდა გამაჩეროს? გინებებმა უნდა გამაჩერონ? მიშა შენი დედა ვაწერე, მაგან უნდა გამაჩეროს? მაგან უნდა გამაჩეროს და თქვენ უნდა გამაჩეროთ? თქვენი დებილი დედა შევეცი მართლა წინა ვიდეოში, ვინც შეურაცხყოფა მომაყენეთ, თქვენი დედა მოვტყან ყველასი. რა სიზამთ? რა სიზამთ, ბიჭო? რა სიზამთ? 1 წლის წინ არ მაგინებდით? 1 წლის წინ სიკვდილით არ მემუქრებოდით? რა ქენით? თქვენი დედა მოვტყან მე ყველასი, ვინც მაგინებთ. გადავიდეთ დონაციებზე. უბრალოდ რეალურად იცოდეთ მეგობრებო, რომ ვინც აპირებთ რამე საქმის გაკეთებას და ვინც მწერთ რომ იმიტომ რომ რეალურად მართლა ვიცი რომ ხალხი მიყურებთ და კაცები მიყურებთ, რომლებსაც ზოგადად არც გაქვთ ცხოვრებაში რაღაც ჩამოყალიბებული გეგმა და არ გაქვთ ჩამოყალიბებული მიზნები რა, უბრალოდ გზააბნეული ახალგაზრდა მამაკაცები ხართ, შეიძლება ვიღაცას ცოლი ვერ მოყავთ, შეიძლება ვიღაცას ბავშვები არ გიჩნდებათ, შეიძლება ვიღაცა რაღაცა მანქანაზე ოცნებობ და იმ მანქანას ვერ ყიდულობ და ვიცი რომ იგრუზებით თქვენ თავში. ისევით რომ ეს ყველაფერი მე გამოვლილი მაქვს და მე არ ვჩერდები. და მე თუ არ ვჩერდები და თქვენ თუ ეხლა მიყურებთ, თქვენც არ უნდა გაჩერდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეთ. და თქვენი ერთი მესიჯი რომ მიშა მე რო ეს და ეს დამემართა, შენ გადამატანე ეს სიტუაცია, უდრის 200 კაცი რომ მაგინებდეს იმას. 200 კაცის გინება აგერ დამახიეთ მართლა. თქვენ რო ერთი კაცი მწერთ რომ მიშა მადლობა ამ ვიდეოს უყურე, დეპრესიაში ვიყავი და გავხალისდი. იგიც რამდეს ნიშნავს.